მოგესალმებით, ჩვენ ვიმყოფებით შრებაოს მანაში, გადაცემათა ციკლი რაჭული კულინარიის და გაიტების ფაქტებში და გაჩვენებთ, როგორ ამზადებენ შრებაოს მანაში სტუმრებისთვის უსაყვარლეს კერძოლას და ხმელიან ლობიას. ვიღებ ჩვეულებრივ კომოსოს, წალავთ, შემდეგ ვაცლით ფოთლებს და ამ ფოთლებს ვაგრილებთ და შემდეგ შიგნით გავამზადოთ გულსათი ჩავდოთ. ვაცლით კომოსოსაც მოწავლოთ ფოთლებს და ვაგრილებთ. ვიღებ ძეთს. შუშავთ გავზადებულ დაჭრილ ხავს. ხალხი რო კარგად მოითუშება, შემდეგ ვაციებთ, რადგან მასა არ აღვიჭრებს თვითონ შიგნით. ჩვენი მაია მოგიყვება, როგორ მზადდება შრებაოს მანის სტუმრებისთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი კერძი მოთხრობა. მაი მოგიყვება, რა ინგრედიენტები მზადდება და როგორ ეს კერძი ადრე სულ სხვა სახით მზადდებოდა, ადრე მზადდებოდა ჩვეულებრივ მოხაშავით კომოსოს, მოწალათ, დავჭრით ნიოკიდოზის საგმას გადავშვით და უწოდებით შეწურულას. შეწურულას ვეძახით ადრე, ახლა ჩვენ სულ სხვა იერსახედ მივეცით, გავათარავებდოთ და ასეთი სახით. კაი, თან გვაჩვენე როგორი სახით. პირველ რიგში ვიღებ რომოს ქიმს. ესე იგი, ამ კერძისთვის გამჭირდება კომბოსტო, როგორც მოვხდი, ქინძი, კომბოსტო, ქინძი, ბლომად როწეული, სხვადასხვა საკმაზი, ნიორი და იმისათვის დამჭირდება ბაჟისათვის, როგორც ხორცის სოუსისთვის დამჭირდება ბაჟი, ნიგვზი. დასაგებია. დანარჩენი ეტაპობრივად მაია მოვიყვება თან კიდევ როგორ ამზადებს. მე ხო არაფერში შემიძლია მოგეხმარო. შემდეგ დავჭირებ წვანის, ვათავსებთ ჯავში. მაი, თან რომ მოგვიყვე, ვამატებთ ჩვენ სუნელებს, უცხო სუნელს, ხმელ ქინძს, ციცაკას. ლომად როწეულს ვარილს და შიგნით გამზადებული მოთუშული ხავს. კი ბატონო. ძმარი და ურევთ ერთმანეთში კარგად. თუ ეს გემოები ერთმანეთში კარგად გაუჩნდათ. მაი, თან რომ მოგვიყვე, რამდენად მდიდარია რაჭული სამზარეულო ესეთი ცივი კერძები. რაჭული სამზარეულო ხო რო გითხრათ, რომ ასეთი მდიდარია ცივი კერძებით, ძალიან ეს არის. ძალიან მცირე ისა გვაქვს რაჭულებს ცივი კერძები. უფრო ლობიო გვაქვს ლორით.
და ეს არის მოთრეულა, რაც ადრე ქონდა, ახლა ვიძახით ჩვენ მოთრეულას და ადრე იყო შეწურულას ვიძახით. აკეთებენ ასევე არის ქალაკო და რომელიც ფეში მოიპოვება და იშვიათად ახმობენ და რა ვიცი. კი ბატონო. და გოგრისგან აკეთებენ რაღაც მხარს. გოგრისგან აკეთებენ მე მგონი რა ეწოდება კვახიწელა. ნიგოში მზადება ისე? ნიგოში ამზადებენ ჭრიან, ახმობენ ჭრიში, ჭრიან ხლად ნაგოს ნედიას. ახმობენ შემდეგ და იჭრება ჩვეულებით კეთდება მერე ნიგზის სოუსი. ესე იგი. ეხლა ამაში უნდა ჩვენ ეს გულსართი რადგან გამზადებოდა, ახლა უნდა გავაკეთოთ ბაჟეს, ის რაშდაც უნდა ჩავდოთ ეს გამზადებული კომბოსტი. კი ბატონო. მაგისთვის დამჭირდება ნიგოზი, გამზადებული ნიკადავს და ვათავსეთ ლედერში. ამატებ ბაჟის საგმას, ასევე ხმელი კინძი, ხმელი დაღებული წიწაკა, უცხოსული და ხმელი ერთმანეთშია შეზაებული. ასევე ვამატებ გარჩეულ ნიოს, მარის გებონები და ცოტაოდენ წყალს. ერთგვაროვან მასას. ესე იგი ჩვენი თანამედროვე მოთრეულა, იმით რომ არის ძალიან ესთეტიკური. კი ბატონო. გემოვნურთვისებებით იგივე ოქონ არის უკვე გათანამედროვებული ბაჟის სოუსი ცალკე არის და ეს გულსართი კიდე ცალკე გამზადდება. და აი უფრო ცოცხალი გემოები აქვს, ხო თან. შემდეგ ვიღებ კომბოსტოს, ვახვევთ ამ გამზადებულ გულსართს. ვახვევთ ჩვეულები როგორც რულეტს ვახვევთ ის. გამზადებულია ჩვენი გულსართი. ვიღებთ დებს, ბაჟეს, ვათავსებთ ზედ ბაჟეს და ვანაწილებთ თანავე. ვიღებთ ამ კომბოსტოს გულებს. ჭრით გოლებად. ვათავსებთ თევზზე. ვაფორმებთ ზემოდან ბროწეული, რათა კიდევ უფრო გაჯდეს ეს ცოცხალი არომატები მათში. ესეც ჩვენი მოთრეულა. შენ დაკეცებ დილათუბინდია აბა თავარბულში ცეცხლი მინდია ექიმობას თუ
გამიწევა მადლია დაიღოსო შენი სოფლის ნათლია ჩემს ეზოში გაია მეორე კერძი, რომელსაც მაია მოგვიმზადებს, არის ყველიანი ლობიანი. რაჭაში ფულსართიანები ძალიან პოპულარულია, ოდითგანვე მოგეხსენებათ ჩვენი ცნობილი ლორიანი ლობიანი და აი ჭრებელოს მარანში შეგიძლიათ მიირთვათ ყველიანი ლობიანი. აი თან გაჩვენებთ ახლა მაია პროცესს როგორ მზადდება. ცოლს როგორც ყოველთვის ჩვეულებრივი წესით ვზელთ. შემდეგ ვაგუნდავებთ. ახლა რადგან ბევრი რო არ წაგვეთვალს, გავზადებ წინაგან ეს ცოლი. ვიღეთ თქვილს. ვათავსებთ ზედ ამოჭრილ გუნდებს. შემდეგ ეს გუნდებს ვაძლევთ ასეთ გვალ ფორმას. შემდეგ ვაბრტყელებთ წინასწარ გამზადებულმა გატარებული მოხარშული ლობიო, რომელიც შეზაებულია ნახევარი წილი ლობიოთ და ნახევარი წილი ყველი. ყველს აქვს მნიშვნელობა? ყველი არ უნდა იყოს ძალიან მარილიანი, იმიტომ რომ ის თავისებური არომატი და გემო გადააქვერე ყველის და ამიტომ თანაბარი რაოდენობით ნახევრად მარილიანი ყველი ვაზავთ შეზავებული ლობიო გვაქვს ჩვეულებრივად 1/1-ია შეზავებული. შემდეგ ეს გუნდაც და ლობიოც არის თანაბარი რაოდენობის მასით. ისეცა 250 გრამ და ფულსარდისა 250 გრამ. შემდეგ ვახოთ ჩვეულებრივი წესით. და უდნავ რადგან ჩვენ რაჭაში ვართ, თონის ფორმის ოვალი მივეცით რა. ფორმა შევოცვალეთ ამ ლობიანს, რომ ცოტა ნამეტარი თანამედროვეობის ხიბ ვარ წასულიყავით. ვაბრტყელებთ კარგად ორივე მხრიდან, რადგან მასა თანაბრად განაწილდეს შიგნით. შემდეგ ვიღებთ ზემოდან ვუდგებთ ცოტა ხვის, იმიტომ რომ არ დაიკრას ეს ცომი. და ვათავსებთ ზედ ამ მასას და ვათავსებთ ღუმელში გამოსაცვლად. ესეთი კუჩკუჩა და ლამაზი ლობიანი გამოდის. ესე ჩვენი ლობიანი. ყველიანი ლობიანი. იბა. ცხიმს იმიტომ ვუსვამთ, რომ არის უფრო რბილდება მასა და მეტი გემრიელი და სასიამოვნო სტრუქტურის გამოდის, ხო? იბა. ესე ჩვენი ყველიანი ლობიანი. ეხლა თქვენთან ერთად დავაგემოვნებ. ერთ უყმაზე აქვს ხაჭაპურის გემო, მეორე უყმაზე ლობიანის. დანარჩენს რომ მოხვალ თქვენ თვითონ მესიჭოთ.